პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს სტუდიაში სტუმრად გახლავთ მინიატურების სახელმწიფო ქართული თეატრი. თავისი არსებობის მოკლე ხნის მანძილზე მინიატურების თეატრმა თავის თანამოძმეთა შორის ქართულ თეატრებს შორის მართალია მოკრძალებული, მაგრამ უკვე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. დღეს ჩვენ აქ საუბარი თეატრის ჟანრულ თავისებურებასა და სპეციფიკაზე მხოლოდ მოკლედ გვექნება. მოკლედ იმიტომ, რომ მეტი რო დაგვრჩეს, რათა თქვენს წინაშე წარსდგეს უფრო სრულად რამდენიმე სპექტაკლიდან, რამდენიმე ნაწყვეტით მინიატურების სახელმწიფო თეატრი. ბოლო დროის თეატრის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნამუშევარი გახლავთ ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის მიხედვით განხორციელებული პიესა, ინსცენირება ლუარსაბ თათქარიძე. და სწორედ ახლა ჩვენ წარმოგიდგენთ ერთ სცენას ამ სპექტაკლიდან, რომელშიც მონაწილეობენ რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი თენგიზ ჩანტლაძე, მსახიობები ზაირა გოგიაშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, შინაგი ნაცვლიშვილი და მთელი დასი. რაღაც ისე ყინჩათა დგა, რომ მე მგონია მასა 5 ლიტრიანი ყანწი კი არა, 2 ლულიანი თოფიც ვერ წააქცევს მე და ჩემ აღმერთმა. აფერუმ ლუარსა, აფერუმ შენს ვაჟკაცობასა, კაცით შენ აყოფილხარ და ქუდით შენ აგღურებია, ჩემო ლუარსა. და. მე ამნარი დალევა ჩემ დღეში არ მინახავს. რამდენი დალია, კაცო? თვალს არ უჭერებდი, თვალსა. და ერაკანა ბოლოსა 5 ლიტრიანი ყანწილო ჩაიპირყო. მერე ვის შეაჯიბრეს? თვითონ თავად ანჯიკოსა. ენჯიკა ხომ თელ კახეთში წაუქცეველი თამადაა და. აუშერთი მაგარია ანჯიკო. ლუარსა, ღვინის მასში ხომ გვასახელეთ? მოდი ერთი ამა ჯიბზე შენებურად დაუარე კიდე. რა უნდა დაუარო ფეხზედის არ. დაუარე ლუარსა. ამა ჯიბზე რა ბატონო შენი ჭირიბა რა. იდი ხო ლუარსა. იდი ერთი დაუარე ხო. დაუარე ძმაო. ლუარსა. დაუარე. დაუარო. ბუკუნური. განდიდური. ლეკურდაუ. ლუარსა. დოლსაც თავად მე დაგიკერამ და მე შენი ციდა შენ მაგაცობა მა. აბა, მიდი. მიდი გენაცალო სამოსე, აბა. Იცე ბეგა თუ აკეთა გას რუაცა. ოტრიანდი. ლუარსა ბგენზო აკეთ იცე კვე მეთქი აკეთა გაცო. მიდი აბა. ლუარსა დაუარე. ჯერ გამამიტამაშ. დადეკ ბიჭო, უნდა გამოუთამაშო, ძორსამო. უნდა გამოუთამაშო. ცეტი მაშოსა დამყავ. ათავარ ბატონო. აბა მიდი, გამოუთამაშე.
მე მგონი ზე აძუნძულოს რომ შენგან მოწონებული მიდი კაკო საკრო წამაიწყეთ სიმღერა ეგრე მსრელად არაფერი გამოდის მიდი გენც მიდი ქუდი გვერდზე დაგიხურას ეგეც თქვენი ლუარსაბი დავით არყიჭიქა ვარა ენდე არყიჭიქაი ერყიჭიქა თუხთუხებს მიდი გენა მიდი ой ადუღა რა იყო ბიჭო რა მოვიდა შენს ბატონსა სამი ღამის უძილოა და ჩაეძინა. სამი ღამის უძილო თუ ჩაეძინა მონამანა იქნება. უძილობა ეგრე იცის. ბიჭო, რა მოვიდა შენს ბატონსა? აკი ვთქვი სამი ღამის უძილოა და ჩაეძინა მეთქი. შენს ბატონთან ისეთი სიტყვა მომაქ იქნებ თავის დღეში აღარ შეეძინოს. მიდი ბიჭო ტოლებში გაერთე. ბიჭო დათო. მოდი ერთი აქ. მოურავ. მოდი შენ თასაკი. აქ რა გინდა წარმოსაქმე. სუპერ. მიდი ხარ შენს. ამასა ქალს გავატანდი? ო ეგრე არა. მიდი ხარ. შენიც კარგი მზე თუ ნახავია. ლუარსაბ. შენ არ გაგაღვიძა გამჩენმა ღმერთმა ქა რას საგამს ქა მადლობელი არ უნდა იყოს ეს მართლა ღორი რომ ამას ქალი შავთო რა ფხიზელი ძილი ქონია ეს რა ლამაზად გაიღვიძე ქა უკაცრავად ვარ მოსვენება დაგიფრთხე რა თქმა უნდა არ გეხსომები და ვერ მიცან საიდან უნდა გიცნობდე დედა თქვენთან მეგობრობდი, კა, ნახევრად ჩემ ხელში ხარ გაზრდილი. არავის არ იკარებდი. დედა ჩემთან არ მინდა. გინდა თუ არა ძალოა ხორეშანმა დამაძინოსო. როგორც ტკბილად დამიძინები ხარ, ეგრე ტკბილათაც გაგაღვიძე. მე მაინც ვერ გიცან. ელაპარაკია მუტროქსა. ლუარსაბ, მას შენი გამზრდელი ძალოა ხორეშანი არ გახსოვს? საიდან უნდა მახსოვდე მე მაშინ პატარა ვიქნებოდი. განა არა ქა, სულ და მამიწყდა რომ ბავშვობაში პატარა იყავ. მე ჩემო შვილო ხორეშანი მქვიან მიცან? შენა სუტკენეინა ყოფილიყარ. მე ხიკი დავაყარე ვინც ეგ სახელი შემარქვა. საქმე გამოლევია და უყბედია. მე ჩემგან რა გინდა? მინდა ისევ დედობა გაგიწიო, აბა შუა გზაში ხوار მიგატოვებ. ეხლა გინდა შველა და პატრონობა. რამდენი წლისა ხარ? ვინა მე? არა მე. შენა? შენ ერე 70-ის იქნები. რას ამბობ, ქა? 10 წელიც არ იქნება რაც 40 გადავაბიჯე. შენ რამდენი წლისა ხარ? მე? ეხლა უკვე დიდი ვარ. 20-ისა. 19-ისა, 18-ისა. ისიც კიდევა 17-ისა. სწორედ გურიტები ვით იქნებით, ეხლა ვხვდები, რასაც გაუგიჟებია ის ქალი. ვინ არის და რა გვარისაა? ჩვენი მასპინძლის
მოსე გრძელაძის ქალია კალმით ნახატი. აი როგორი ყარამანით შენახარ, იმისთანა სალბი ყურამანიც ის არის. როგორა? აი სწორედ ტარიერიდან ესთან დარეჯანივით იქნებით. რა იყო ლუარსა? პულია აქ? 200 თუმანი ბაჯაღლო ოქრო პარკში აქვს გამოკრული. არ მატყუებ? ხორეშანი და ტყუილი? 200 თუმანი ბაჯაღლო? სუ ბაჯაღლო. რა იყო ლუარსა? განამე კი არა მქონდა გულში ჩავარდნილი მაქალის სახე. როგორ იცნობ? თვალითაც არ მინახნია, მაგრამ ეგრე ვიცი. რადგან სიყვარული შენს მოგდებია, სხვა გზა არ არის უნდა დაგეხმარო. ლუარსა, შენ ლაპარაკის უფლება მომეცი და თან 20 თუმანიც გამააყოლე, რომ ქალის ახლობლები მოვისყიდოთ. მომცე? მომცემ ლუარსა? ლაპარაკის უფლებასე ხელა მოგცემ. ფულსა კიდე მოგვიანებიდა. ფულზე ხომ არ არის საქმე, ფული რა სახსენებელია. აი შენ თამასუქზე ხელი მომიწერე? თამასუქზე თუნდ ეხლა მოგიწე. აი, თამასუქიც მზად არის. ესეც თამასუქი და ესეც ბანკარი. ეს თამასუქი. ხო, თამასუქია, მაშაკა, თამასუქია. თამასუქი. ხო, თამასუქი და ბანკარი. ეს თამასუქი. ხო. ეს ბანკა. ხო, ბანკარი და თამასუქი. თამასუქი და ბანკა. ხო, მააწერე, შული, მააწერე. თამასუქი. ეყოფა, ქა, რამდენსაც წერამ, ქა, ეყოფა. შული, მომე, ჩათვალე რომ ეს საქმე გაკეთებულია. ოღონდ ხორეშან, აი, ცოტა აუჩქარე რა. თორე ხომ ხედა უკვე რაღაც აი ავდუღდი და ავინთე, გაიგე, ცოტა აუჩქარე რა ხორეშან. მალე იქნება თუ ყველაფერს მე დამიჯერებ. ლუარსა, თავიდან უარზე უნდა დადგე. მე? ხო, მაშ? უარზე და დავდგე. მაშა? უარზე და დავდგე, მაშ? ხო, ქალსაც მედი ცეცხლი მაედება. ჰა? ქალსა. ქალსა ცეცხლი მაედება? მაგრამ მოუვა შე რო დაგინახავს, ქა? მე რო შემხედამ ცეცხლი მაედება. მაგრამ მოუვა, ქა? და მამამის მოსესაც? ცეცხლი მაედება? არა, ქა. მამამის მეთფულს დავტყუებთ. მამასა. მოსე მამასა ფულები დავტყუებთ, მოსესა ფულები. დავტყუებთ ფულები მოსე. ჩუმათა. დავსტყუებთ. მოსე. კარგი, შულო, კარგი, ჩუმათა მე. ჩუმათა. ფულებს დავტყუებთ. მოსეს. მაშ. დავტყუებთ. ელე ფულები კი დავტყუებთ, მაგრამ სულ დამავიწყდა მეკითხნა. კაცო ის თვითონ ქალი როგორია? ციგნში და ხელსაქმეში განთქმული ქალია. ციგნერად მინდა რა დიამბეგად კი არ უნდა დავისო. შენისა თქვი, აი ფერხორცითა როგორია ლოგინს შამსებს? კალმით ნახატია. არ მატყუე. აი ლოგინში რო ჩაგიგორდება, მაშინ ანახა. შენი კუჭისა კალმით ნახატი ქალი 200 თუმანი ბაჯაღლო კრო პარკითა ლოგინში რო ჩამიგორდება ხორეშან დედი განამე კი არ მახსოვ პატაჭარო ვიყავდა დუდუმაჭმევდი მარ გეხსოვნება აუჩქარე რა აბა შენი ციდა შენმა აბა აუჩქარე როგორ გადაც კარგ გუნებაზე დავსდეკ და ჭამის მადაზეც მოვალ აბა აუჩქარე ხორეშან შენი წოდება შენმა ლუარსა ახალი სუფრა გავშალეთ იგრეთია რომ ჰიტა და მაგრამ არ ადგინე რა უშენოთ კეიფლაზათი არა მოდი ერთი შენებურათა მოილხინე გენაცოლოს მოსეოგენას ეხლა მე ეგეთ გუნებაზე და ვარ ერთ ბოჩოლასა ორ ბატკანსა და სამჩაბღვინოსა წირვალი გამოუვა ყველაფერი მაგარი თამაშები ვინც
მინიატურების თეატრში მობრძანებულა შეუმჩნევია, რომ მთავარი შესასვლელიდან ხელმარცხნივ კედელზე თვალსაჩინო ადგილას გამოფენილია წინათაობის იმ თეატრალურ მოღვაწეთა სურათები, რომლებმაც საქართველოში სიცილის ხელოვნებას, საესტრადო ხელოვნებას დასაბამი სათავე დაუდეს და დღეს შეიძლება მინიატურების თეატრის წინამორბედებად ჩავთვალოთ. აქ არიან ქალბატონი სესილია თაყაიშვილი, ქალბატონი ოლღა დოლიძე, სურათებიდან გვიცქერენ ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ემანუილ აფხაიძე, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე გომელაური, გიორგი შავგულიძე. და ეს მხოლოდ ფორმა არ არის. ეს მინიშნებაა იმისა, რომ თეატრი ცდილობს განაგრძოს ის გზა, რომელიც დაიწყეს ამ თეატრალურმა დიდმა მოღვაწეებმა. თვით თეატრი ცდილობს, რომ თავისი ხელოვნება ააგოს იმ მყარ ნიადაგზე, რასაც ქვია ქართული ფოლკლორი, ფოლკლორული სახეები, ქალაქური ფოლკლორი, ის მყარი ნიადაგი, რომელსაც ქვია ჩვენებური იუმორი და სატირა. რამდენიმე თარიღიც მინდა გავიხსენო ამასთან დაკავშირებით. 10 თუ არ ვცდები, ან 12 წლის წინათ ჩამოყალიბდა ეს თეატრი. ზუსტად უფრო ბატონი თენგიზი გვეტყვის. ეს თეატრი ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან 1968 წლის აგვისტოში. მაგრამ სანამ ეს თეატრი ჩამოყალიბდებოდა, ამას წინ უძღოდა ამ თეატრს მინიატურების რამოდენიმე ანსამბლი. 1961 წელს ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა ფილარმონიასთან ასეთი ანსამბლი, რომელსაც დაერქვა ფილარმონიასთან არსებული მინიატურების ანსამბლი. ამ ანსამბლში გაერთიანებული იყო სულ 9-10 კაცი. მე მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი 1963 წელს, როდესაც ავთანდილ გელოვანმა და მე დავწერეთ ერთ-ერთი სატირული პიესა, რომელსაც ერქვა მხოლოდ სიცილით. დავიწყეთ ფიქრი, ერთი ვიცოდით, რომ მუსიკას დაწერდა ჩვენი კომპოზიტორი გურამ ზვანელი, ჩვენ იმიტომ ვამბობ, რომ 18 წელი ერთად მუშაობთ, ჩვენს გვერდში დგას გურამი და ერთად მოღვაწეობთ. დაისვა საკითხი, ვინ დადგამ და ვის დაედგა ეს წარმოდგენა. მეუთხარი ავთანდილს, რომ გავბედავ და ვთხოვ მე აკაკი კვანტალიანს, იქნებ მოვიდეს და დადგას ჩვენთან ეს წარმოდგენა. ჩვენთვის მაშინ ამის გაბედვაც ძალიან ძნელი იყო პირადად ჩემთვის და ავთანდილისათვის. მეუთხარი მე მივალ მეთქი. მივედი ბატონ კაკოსთან, ამ საოცრად ნიჭიერ, საოცრად განათლებულ კაცთან. ბატონი კაკო ყველა მიცის, რომ ერთ-ერთი იუმორის ერთ-ერთი დამაარსებელია საქართველოში. მე მივედი და ვთხოვე, რომ მაშინვე ბიძია კაკოს ვეძახდი მას. მეუთხარი ბიძია კაკო უნდა დაგვეხმარო და მე ვიცოდი, რომ არ ეცლებოდა ჩვენთვის, ვერ მოიცლიდა უბრალოდ. მეუთხარი ბიძია კაკო, მე მინდა რომ გთხოვოთ. რა უნდა ვთხოვოდა? აი იქნებ ჩვენ ანსამბლში დადგათ. რა უნდა დავდგა? აბა წამაკითხეო, მითხრა. ეხლა უფრო შეგვეშინდა, რომ ვიფიქრეთ ამას რომ წაიკითხავს, საერთოდ არათუ დადგამს აღარც ნახავდა ამ ჩვენ ანსამბლს. და მე გურამს ვკითხე, მაშინ რომ ღირს რომ მიუტანო და კი მიუტანებო რა. მიუტანე, წაიკითხა მეორე დღეს დამირეკა სხვათა შორის თვითონ და მითხრა, მოდი რაღაც უნდა გითხრაო, რამოდენიმე შენიშვნა მაქვს, მომცე ეს შენიშვნა, თვითონ ჩაამატა თავისი ხელით, 1-2 გვერდი დაწერა ბატონმა კაკო. მახსოვს და მე თანახმად ვიყავი, მთელი პიესა დაეწერა, ოღონდ დაედგა ბატონ კაკოს ეს ჩვენთან. მოვიდა და დაიწყო მუშაობა და ივლის-აგვისტოში მოვამზადეთ ეს პიესა. ეხლა არ ვიცი მე რამდენად შეიძლება თუ არა ამის თქმა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იმდენად მოეწონა ჩვენთან მუშაობა ბატონ კაკოს, იმდენად მოეწონა ეს ჩვენი ახალგაზრდა მსახიობები, რომ თქვა, თუ წინააღმდეგი არ იქნებიანო, მითხრა შენი კოლექტივის წევრები, მე და ჩემი პარტნიორი
შაშო გომელაური ამ ზაფხულზე წამოვალ თქვენთან სამოგზაუროდ. წარმოგიდგენიათ ეს ჩვენთვის რამხელა სიხარული იყო და ჯერ იმ დროს და ეხლაც და ყოველთვის. და მართლაც მოიყვანა ბატონი ალექსანდრე გომელაური. მე ვუთხარი დათანხმდება მეთქი ბატონი შაშო რომ წამოვიდეს. ბატონი შაშო ისეთი კაცია, მითხრა, რო გაიგებს რომ მე მივდივარ, ჩემ ჯიბრზე წამოვაო მეთქი. მართლაც ის ზაფხული და ორი ზაფხული შემოდგომა ზამთარი და გაზაფხული 2 წლის მანძილზე ერთად მუშაობდით. ეს ჩვენთვის იყო დიდი სკოლა და მე ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენი თეატრისათვის ეს არის დიდი ისტორია. კიდევ მინდა დავზინო ბატონო თენგის და მოვიგონო რამდენიმე თარიღი. ჩამოყალიბდა ესე იგი თეატრი საესტრადო უпростоრეთ მინიატურების ანსამბლის საფუძველზე 1968 წელს. 75 წელს კი უკვე იქნა წოდებული სახელმწიფო თეატრად. დღეს, როდესაც გადაწყდა უკვე რომ 10 წლის თავი აღნიშნოთ ამ თეატრისა, თეატრი 12 წლის მერე რა თქმა უნდა, თეატრი რა თქმა უნდა უფრო მომძლავრებული ხდება ამ თარიღს და შეუძლია უკვე წარსდგეს რაღაც თავისი საანგარიშო გამოსვლებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი მაყურებლის წინაშე. ახლა მე მინდა გავამახვილო კიდევ ერთ მომენტზე ყურადღება. რამ განაპირობა საერთოდ ამ თეატრის მიმართ ასეთი დიდი ყურადღება? რატომ არის რომ მაყურებლის პრობლემა საერთოდ ამ თეატრში არ ადგას? მაყურებელი სიამოვნებით მოდის სპექტაკლებზე, რამდენიმეჯერ როგორც გადმოცემით ვიცი უკვე მსახიობების ცნობენ კიდეც იმ მაყურებლებს, რომლებიც ასე ვთქვათ, მუდმივ მაყურებლად ითვლებიან ამ თეატრისა. რამ განაპირობა ეს სიყვარული? უწინარეს ყოვლისა, ჩემი აზრით, სატირული מחვილის ძალამ. მაყურებელს ამ თეატრში სთავაზობენ მაყურებლისთვის ახლო სატკივარს, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ პრობლემატიკას, რომელიც ახლოა მაყურებლისთვის და რაც მთავარია საჭირბოროტოა, რომელიც დღეს და ხვალ უნდა გადაწყდეს და არა ვთქვათ 2, 3 ან 5 წლის შემდეგ. ესე იგი აქტუალურია. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა კიდევ გავიხსენო ერთი მომენტი. ისე ხატოვნად რომ ვთქვათ, შეიძლება ასე დავახასიათოთ. ის რაც დილით არის გაზეთის ფურცლებზე, საღამოთი უნდა იყოს წარმოდგენილი მინიატურების თეატრის სცენაზე. ეს თითქოს ადვილიც არის, მაგრამ თავისი ძალიან დიდი სირთულეები ახლავს. იმდენად, რამდენადაც ამ საკითხებს, საჭირბოროტო საკითხებს უნდა თეატრალური ჩარჩო, თავისი დრამატურგია, კომპოზიტორის თანხლება, მხატვრის გაფერადება, ჩაცმულობა და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ისე, როგორც სახელმწიფო თეატრს ეკადრება და შეეფერება. ამიტომ რთულდება და ამიტომაც არის, რომ თეატრი პატარა თეატრი თავის კარს ვრცლად და ფართოდ აღებს ქართველი მწერლებისათვის, რომლებსაც ელის და რომლებთაგანაც ელის კიდევ იმ ნაწარმოებებს, რომელსაც ააჟღერებს თავის სცენაზე. ეხლა კი ერთი წუთით შევწყვიტოთ ჩვენი გადაცემა და კვლავ ვნახოთ სცენა სპექტაკლიდან, რომელსაც ჰქვია გამარჯვების ღიმილი. ამ სცენაში მონაწილეობენ ბატონო თენგის. მე მოგახსენებთ. ამ სცენაში მონაწილეობენ საირა გოგიაშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, ნინო თუთბერიძე, იანა ცვლიშვილი, მეგი თუშიშვილი, ნუგზარ ტიბუა, კეთინო სტეფნიაშვილი. ქართული მოდის, ქართული. სალამი ბავშვებო. სალამი. ყველას მზად გაქვთ გაკვეთილი? დიახ. დღეისათვის რა გვაქვს ბარამიძე? არაგი წერეთლის თორნიკე ერისთავი. შესავალი ზეპირად შინაარსით ხრობ. დამბრძანდით. ჯერ ავხსნით ახალ მასალას, შემდეგ კი გამოკითხავთ. დიდი ქართველი მგოსანი დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს და გარდაიცვალა 1792 წელს მირგოროდში.
დღემდე მატიანემ შემოგვინახა პოეტის დაახლოებითი პორტრეტი. დავით გურამიშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული პოემა ქართლის ჭირი და დიდაქტიკური ხასიათის ლექსი სწავლა-მოსწავლეთა. ეს ლექსი პოეტს საგანგებო დანიშნულებისათვის დაუწერია სახელდობ ყრმათა, ანუ მოსწავლეთა დასარიგებლად, რაც ლექსის დაწყებიდანვე აშკარავდება. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავით. მაპატიეთ ქალბატონო თამარ, სულ ნახევარ წამს წაგაქმებ. ბალიაშვილი, სვანიძე ქუმსიაშვილი. დირექტორის ბრძანებით ხვალიდან სკოლაში არ დაიშვებით. რადა მასწავლებელია? როგორ თუ რა დააშავეთ? თქვენი გულისათვის სკოლა ვერ ასრულებს ჯართის შეგროვების გეგმას. მე ხომ მოვიტანე მას. მოიტანეს მას. შენ თუ მოიტანე ქუმსიაშვილო. პატივცემულო სახლში რაც რკინის საწოლები მქონდა სულ ყველა სკოლაში მოვაგორე. ორი თვეა იეტაკზე მძინავს. ვია. შენ არც 1 კილოგრამი ჯართი არ მოგიტანია. რასო ქუმსიაშვილი, მე მეტი არ ვიცი რა მომეტანა. როგორ თუ რა ვიცი? ესე მე რეკლასის მოწაფე მარიცი რა არის ჯართი? ეხლა მე დირექტორთან. გული მას. მაპატიეთ ქალბატონო თამარ. მაპატიეთ. მაპატიეთ ქალბატონო თამარ. სწავლა-მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე. მაპატიეთ ქალბატონო თამარ დირექტორის დავალებით ვარ. ადგილზე ნაბიჯი. ორი, ოცეულო. ორი, დასდეთ. ვისაც ჩაბარებული გაქვთ მშთ, ასწიეთ ხელი. გასაგებია, გავუშვით. თქვენ რაგვარი ბრძანდები? ბუცხრიკიძე. თქვენ? სვანიძე. გასაგებია, თქვენ? ბარამიძე მას. გაბრძანდი ბარამიძე, ადექი სვანიძე. რატომ არ იყავი გუშინ წინ შეჯიბრზე? რეიტუზი არ ქონდა, ხო? რეიტუზი კი მქონდა მასწავლებელო, მაგრამ მამაჩი მომითხრა რაღა დრო შეეხლა გოგო სტადიონზე ძუნძულიაო. აბარაგი. წლის ბოლოს 4-იანს რომ გამოგაყოლებ და ატესტატს გაგიფუჭებ, აი მაშინ ნახავს მამა შენი ძუნძულს. იმ დღესაც ქალბატონო თამარ, ჩემს გაკვეთილზე, რაც ფიზკულტურის გაკვეთილზე, გეომეტრიის წიგნი ქონდა ბატონო, ვინ გაპატიებს შენ მაგას, რაც? უგურ იმას დაჭიქი. ვარი? ბარამიძე მას. შენ რატომ არ იყავი შეჯიბრზე? მე გუშინ მას მუსიკა მქონდა და ფრანგული. მე მამა მითხრა არ წახვიდეო. რაგვარი ხარ ბარამიძე? ბარამიძე. პლატონ ბარამიძის რა ხარ შენ? შვილი ვარ მას. დაჯექი ვიზია მე. ვერ თქვია დრე. აბა, ბუცხრიკიძე და რაგვარი ხარ? სვანიძე. აბძანიძე. გამორწედი. მარცხნისაგე. ორი ნაბიჯი წინაბიჯით. ორი. კიდევ მარცხნისაკენ და დირექტორის კაბინეტისაკენ ნაბიჯით. მაპატიეთ ქალბატონო თამარ, მაგრამ სკოლამ ხომ უნდა შეასრულოს მშთ-ს ნორმები, ბატონო. სწავლა-მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე ჭამა. კლავ. ბავშვებო, ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს. ზოგიერთმა იცის და ვინც არ იცის იმას ვასწავლით, რომ არსებობს ნებაყოფლობითი საზოგადოება წითელი ჯვარი. სიტყვა ნებაყოფლობითი კი ნიშნავს სურვილისამებრი. ესე იგი, ვისაც სურს გახდება ამ საზოგადოების წევრი, ვისაც არ სურს არ გახდება. ვისაც არ სურს არ გახდება, ვისაც სურს გახდება. გასაგებია რა ყოფილა ნებაყოფლობითი საზოგადოება წითელი ჯვარი? გასაგებია. აბა გაიმეორეთ. ვისაც სურს გახდება, ვისაც არ სურს არ გახდება. აბა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ვისაც სურს გახდება, ვისაც არ სურს არ გახდება. მაგრამ ხვალ ვინც არ გახდება ამ საზოგადოების წევრი არ დავინახო სკოლაში. ჯგუფელი ჩემთან. თქვენ განაგრძეთ ქალბატონო თამარ. სწავლა-მოსწავლეთა. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე.
მაპატიეთ ხალბატონო თამარ, ნახევარწუთს წაგართმევთ. ოლიმპიადა კარზია, მომდგარი და ამ დროს სარაჯიშვილი, გამრეკელი და ქუმსიაშვილი სისტემატურად მიცდენენ სიმღერის გაკვეთილებს. ასია თუ არა? ქუმსიაშვილი! რა ჩაგიხდა ხმა? პატიცემლო მასალებელო, ყოველ დასვენებაზე ღერივად მრავალჟამია. ღერივად მასალებელო, ღერივად. არ დაუჯეროთ ხალბატონო თამარ, არ დაუჯეროთ. ახლავე დაგიფიქრეთ, რომ არც ერთ სიმღერას სწორად არ მღერიან. ოლიმპიადის პროგრამა იცით? ვიცით, მა. გაითვალისწინეთ, რომ გვერდით კლასში მეცადინეობაა და თუ შეიძლება ცოტა წყნარა. იქ უკვე ჩავატარე ხალბატონო თამარ. მორბის, 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 3, 4. ჩუღჩუღით ჯამალობა. მორბის არაგვი. 3, 4. მორბის არაგვი, არაგვიანი. კარგია. ხალბატონო თამარ, თუ ჩემი აბსოლუტური სმენა არ მღალატობს, მე მგონი ქუმსიაშვილი ურევს. რას უქუმსიას? სარაჯიშვილი, გამრეკელი და ქუმსიაშვილი! დირექტორის კაბინეტში გეკნებათ რეპეტიცია. მაპატიეთ ხალბატონო თამარ, მაპატიეთ. სკოლამ ხომ უნდა გაიმარჯვოს სარაიონო ოლიმპიადაზე, მაპატიეთ. სწავლა მოსწავლეთა. ისმინეს სწავლის მძებნელო მოჰყევ დავითის მცნებასა. ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნება. დასწრება არ გაქვთ. კლასშია 42 მოსწავლე, სახეზია მხოლოდ 2. დასწრება არ გაქვთ. სად არიან თქვენი ამ ხანაგები? 3 ჯართის მოსატანად არიან. 4 მაკულატურის შესაგროვებლად და 5 საესტრადო ანსამბლის რეპეტიციაზე იმყოფებიან. 3 მოსწავლე პიონერთა ხელმძღვანელმა გაიყვანა. 8 მოსწავლე ცეკვისტრიშია დააკავებული და ოლიმპიადისათვის ემზადება. დიახ. თქვენ არაფერ წრეში არა ხარ? მე მათემატიკის წრეში ვარ, წრეში ვარ. მე ფიზიკის წრეში მას. ესე იგი დარჩენილი ხართ 2 უნიჭო. არა ბატონო, ესენი ხუთოსნები არიან. ხალბატონო თამარ, ვის რაში სჭირდება ამათი ხუთები? ჩვენ გვჭირდება მოსწავლეები, რომლებიც სკოლას ასახელებენ და სახელს გაუთქვამენ. ხვალვე მშობლებს მოიყვანთ. თქვენ განაგრძობთ, ხალბატონო თამარ, განაგრძობთ. თავსინანულის ჯობია, ბოლო ჟამს დანანებასა. როგორ ასწავლოს საგანი, თუ კი არ მისცემთ ნებასა. მინიატიურების თეატრი ცდილობს გამოეხმაუროს ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს. ასე მაგალითად, დიდ სამამულო ომში გამარჯვების მე-30 წლისთავის აღსანიშნავად თეატრმა დადგა სპექტაკლი გამარჯვების ღიმილი. ეს სპექტაკლი დადგა რეჟისორმა თემო აბაშიძემ. შემდეგ ბავშვთა წელს მიეძღვნა ახალი სპექტაკლი ნურს გაფრინდები, ნურს მოფრინდები. ვიდრე ამ თემას გავაგრძელებდეთ, ერთი კითხვა მინდა დაუსვა ბატონ თენგის. ბატონ თენგის, რამდენი თეატრია მთელ კავშირში ამგვარი ჩვენი მინიატიურების და არის თეატრი? საბჭოთა კავშირში არის სულ 3. პირველი თეატრი ეს გახლავთ ლენინგრადის სახელმწიფო თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი არკადი რაიკინი. მეორე თეატრია მოსკოვში, მოსსოვეთთან არსებული მინიატიურების თეატრი, სახელმწიფო თეატრი არ არის ისა რა? მოსსოვეთთან არსებული, რომლის რეჟისორი გახლავთ ცნობილი მსახიობი
რუდოლფ რუდინი. და მესამე თეატრი ჩვენთან არის. ოღონდ სახელმწიფო თეატრი. კი ბატონო. მართალია თეატრის ცხოვრებაში შეიმჩნევა ეხლა ბოლო ნამუშევრებიდან გამომდინარე ბატონო თენგის მინიატიურების გამთლიანება ერთ დრამატურგიულ ჩარჩოში მოქცევა, მაგრამ თეატრის უმთავრეს ჟანრად, რა თქმა უნდა, საყრდენად, უმთავრეს ნიადაგად, რომელიც ყვებავს ამ თეატრს, რჩება მცირე ფორმა, მცირე ფორმის თეატრალური ნაწარმოებები და სწორედ ეხლა თეატრი წარმოგიდგენთ ორ მცირე ფორმის თეატრალურ სანახაობას, ორ მინიატურას. პირველ მინიატურას ჰქვია ალკოგოლის შემცვლელი. მეორეს კი სასამართლოში და მონაწილეობენ მსახიობები ბეგალიშვილები, ბადრი და ზურაბი, ნაცვლიშვილი, ტიბუა, ფირცხალავა, ხუციშვილი და ლომიცე. ხოლო სასამართლოს სცენაში მონაწილეობენ რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგის ჩანტლაძე და მსახიობები გოგიაშვილი, ნაცვლიშვილი, ლომიძე და ჭიქია. ყველას მოგეხსენებათ, რომ მე-20 საუკუნეში მეცნიერებამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ეგრეთ წოდებულ შემცვლელებზე. მინიატურების თეატრის გამომგონებლებიც კარგახანია დაინტერესდნენ ასეთი შემცვლელებით და შექმნეს ალკოჰოლის შემცვლელი მეტად ორიგინალური აპარატი. თეატრის გამომგონებლებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე 100 გრამი არაყი უდრის 5 კილოგრამი ძალის დარტყმას ტვინის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე. ახლა მოვახდენთ ჩვენს მიერ გამოგონებული აპარატის დემონსტრირებას. მას ასე ალკოჰოლის შემცვლელი. გთხოვთ ჩართოთ აპარატი. რა მემღერება კაცი მშიერიო. ბიჭო! შენ ვერ გესაკაზი. ჰა? ჩარიმები არ იყოს. ჩაყლა ბაღათო.
რაც კარგები ვარ ქართველები ვარ ოი ლასტაჩკაბოი რაც კარგები ვარ ჟარდანები ვარ ოი ლასტაჩკაბოი ქართული ენის სიწმინდეს ყოველ დღე დაცვა სჭირდება. ზოგს ისეთ სიტყვას გაიგებთ, გაგება გაგიჭირდებათ. ახლა რომ სცენას გაჩვენებთ, ეძღვნება ისეთ ქართველს, ვინც ენა უკუღმართობით ჩვენს დედაენას არცხვენს. განიხილება საქმე ნომერი 103. შემოიყვანეთ ბრალდებული. გვარი სახელი მამის სახელი. მურზაყან კახაბერისძე ჩოლოყაშვილი. ეროვნება. ქართველი. პროფესია. სტუდენტი. ფაკულტეტი. ფილოლოგიური. განხრა. ქართული ენა და ლიტერატურა. მოახსენეთ სასამართლოს თქვენი საქმის შესახებ. სიამოვნებით მოგახსენებთ პატივცემულო მოსამართლე. პლეხანოვის გამზირზე ერთი პონტიდან მოვტასაობდი. მოწვი რიჟა ბაკაზე 7-ია, სტრელკაზე მაგვიანდება. მოითმინეთ, ილაპარაკეთ ნელა და გარკვევით. კი ბატონო. პლეხანოვზე მოვტასაობდი. მოწვი რიჟა ბაკაზე 7-ია, ძალიან მაგვიანდება სტრელკაზე პატივცემულო. მოითმინეთ. ვერაფერი გავიგე. პლეხანოვის გამზირზე რას აკეთებდით? ბრალდებული ამბობს, რომ ის მობრძანდებოდა პლეხანოვის გამზირზე ნადიმიდან და ხედა რიჟა ბაკას, ესე იგი თავის ოქროს საათს, რომელიც 7 საათს ამცნობდა, აგვიანდებოდა პაემანზე. მაგრამ თქვენ როგორ გაიგეთ, რას ამბობს ბრალდებული? მე ვაჟი მყავს, სტუდენტი. გასაგებია. თხოვეთ განაგრძოს. მიდი სიმონ, ითომარე. ვალივერი გრეში ტაქსი მოგრიალებს. შოფერი ვჩიჩმე შუსტრად ვიყიდე გოიმია. ნუ ვისაიმი ამას სტრელკაზე მოუხევ და მერე ავეთესები. ბრალდებული ამბობს, რომ მოდიოდა ტაქსი, მამ ძღოლ სახეზე შეატყო, რომ გამოგუცდელია. იფიქრა, ეხლა ამას თავს პაემანზედ მივაყვანინებ და შემდეგ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით კი ავეთესებიო. ესე იგი, გავიპარები. გასაგებია, განაგრძეთ. ბრალდებულო, რომ იცოდეთ, სიტყვა ავეთესები ძალიან მოძველებული გამოთქმაა. თანამედროვე ტერმინოლოგიით იტყვიან შუსტრად შევტყდებიო. განაგრძეთ. ჩიჩმე ჩემი კროშკა ხესთან დგას და ვიღაც აბავს. კროშკა? დიახ, ჩემი კროშკა. კროშკა ეს ახალგაზრდა ქალიშვილია 16-დან 18 წლამდე. ბრალდებულო, მოახსენეთ სასამართლოს რისთვის აბავდნენ უმწეო კროშკას ხეზე. ბრალდებული ამბობს, რომ მის გოგონას ხესთან ვიღაც ემიჯნურებოდა, სიყვარულს უხსნიდა. კიდევ კარგი, განაგრძეთ. ნუ შოფერმა იყიდა ხიპიში რომ იჩითებოდა და ამ პონჩი რომ არ გარეულიყო შუსტრად მოხია. მე იმუცნობ სიფაჩი წაუკასიუსე და მეხკი პასატკა ავკიდე. ნუ კროშკა იშიპიტა და მილიციელებიც ზაფრანებით დაიჩითნენ ეს. ბრალდებული ამბობს, რომ ძღოლი მიხვდა აქ დიდი ჩხუბი მოხდებოდა, ამიტომ მანქანა სასწრაფოდ დაზრა ადგილიდან. ბრალდებულმა უცნობ ვაშს სახეში გაარტყა და უგონოდ დააიღო. მაგას კი მივხვდი, მაგრამ რა შუაშია ზაფრანები? ზაფრანები, ესე იგი, მილიციელები გაჩნდნენ ყვითელი მოტოციკლეტებით. გასაგებია. ადამიანმა რომ შემოგხედოს, წესიერ კაცს გავხარ. როგორ არ აქვს ხვენიან? საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უცნობ ახალგაზრდას მიაყენე ფიზიკური შეურაცხყოფა. შემოიყვანეთ მოწმე. სადიწვები მურზაყან რა დროს სიმონ, თავს ნუიბრიდა. გთხოვთ. გვარი, სახელი, მამის სახელი. ნესტან ფრიდონის ასული ორბელიანი. მოწმე ორბელიანო. მოახსენეთ თარჯიმანს რა იცით ამ საქმის შესახებ. დიახ, პატივცემულო მოსამართლე, დედას გეფიცებით ყველაფერს სიმართლეს მოგახსენებთ.
კაროჩე ჭადრის ქვეშ ვიდექი და ერთი წაბმული ტიპი მეთომარებოდა. მერე რა მეთომარებოდა. მე რა 100 ადგილად ავარდებოდი? ამ დროს შახმატიც წაჩერდა. ესე იგი ტაქსი გაჩერდა. დიახ, პატივცემულო მოსამართლე, შახმატზე ძალიან გამიტყდა. აი დარწმუნებული ვარ, თქვენც რომ ყოფილიყავით ჩემ ადგილზე, ალბათ თქვენც გაგიტყდებოდათ. ხომ გაგიტყდებოდათ? ქალბატონო, თქვენ ხომ გაგიტყდებოდათ? ძია, თქვენ მაინც ნუ გამიტეხავთ რა, თქვენ არ გაგიტყდებოდათ? რა თქმა უნდა გამიტყდებოდა. მურზაყანი გადმოხდა, ტისაკი დააძრო და რინოგი გახსნა. მერე ჩემს ნაცნობს კუთხურიდან ისეთი თაური დაუვა და ადგილზე გათიშა. მოკეტე. თუ კარგია შენ თვითონ მოკეტე. სულ ერთია ჩავარდნილი ხარ. პატივცემული სასამართლო მაგისი ჩიტია? დვისი გულისთვის იწვევი ჩოლოდაშვილო, ვაცადოთ კროშკას. მიდი შვილო, იბლატავე. დიახ, პატივცემულო მოსამართლე. საკმარისია. განხილულ იქნა საქმე ნომერი 103. სასამართლომ დაადგინა ბრალდებულ მურზაყან კახაბერიძე ჩოლოყაშვილს და მოწმე ნესტან ფრიდონის ასულ ორბელიანს ჩამოერთვათ უკუღმართი ენით ლაპარაკის უფლება და სამუდამოდ მიესაჯოთ დედაენის იძულებითი შესწავლა. იმდენი იხიპიშეს, სანამ სროგი არ დაიადეს. სასამართლო მიბლატავდება, სასამართლო მიდის განაჩენის სათომაროდ. პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია თვალი გადავავლოთ მინიატურების თეატრის აფიშას და გამოვყოთ ის მნიშვნელოვანი ნამუშევრები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების მანძილზე. უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია სპექტაკლი ზოგიერთის მზის დაბნელება საქართველოში. აღსანიშნავია იმიტომ, რომ ამ სპექტაკლით, ამ ნამუშევრით თეატრი ერთგვარად წარსდგა მაყურებლის წინაშე და გამოძახილი იყო თეატრისა იმ მოვლენების წინააღმდეგ, რომელიც იქამდე დამკვიდრებული იყო რესპუბლიკაში და ერთგვარი გამოძახილი იყო მანკიერებასთან ბრძოლისა, რომელიც გაჩაღდა ამ ბოლო წლებში ჩვენს რესპუბლიკაში. შემდეგი ნაწარმოები ეს არის გამარჯვების ღიმილი, რომელიც მიეძღვნა ფაშიზმზე გამარჯვების 30-ე წლის თავს და მაშინ აქტუალური იყო იმდენად, რამდენადაც მკვირცხლად, მარდად თუ შეიძლება ასე ითქვას, ოპერატიულად გამოეხმაურა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს 30-ე წლის თავს გამარჯვებისას თეატრი. ხოლო ბოლო ნამუშევარი, რომელიც საეტაპო აღმოჩნდა და ერთგვარად შეაჯამა მთელი თეატრის 10-12 წლის მუშაობა, ეს გახლავთ ილიას კაცი ადამიანის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი სათაურით ლუარსაბ თათკარიძე. ლუარსაბ თათკარიძეს, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა ბევრი ფიქრი, ბევრი მუშაობა, იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვახსოვს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განხორციელებული, ბრწყინვალედ განხორციელებული ვასო გოძიაშვილის მიერ კაცი ადამიანი, რომლის შთაბეჭდილება ჯერაც არ არის განელებული. ამიტომ სავსებით სწორი იყო ჩემი აზრით ბატონი თენგიზი, როდესაც ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს, უпростоრედ მის საწყის პერიოდში გადასწყვიტა ახალი ინსცენირების შექმნა, რომელშიც გვერდს აუვლიდა იმ მომენტებს, რომელიც გამახვილებულია ძველ ინსცენირებაში, ანუ იმ ინსცენირებაში, რომელშიც მონაწილეობდა ვასო გოძიაშვილი და შექმნილი იყო შალვა დადიანის და ვასო ყუშიტაშვილის მიერ. უკვე მოგახსენეთ, რომ ეს სპექტაკლი ერთგვარი საეტაპო აღმოჩნდა, მან შეაჯამა თეატრის მუშაობა
10 წლიანი მუშაობა, მასში დამტკიცდა ამ თეატრის პოტენციური შესაძლებლობები, მან გახსნა ახალი გზები, რა თქმა უნდა, ეს არის ახალი დასაწყისი კიდევ ერთი დიდი სამუშაო გზისა, რომელიც წინ უდევს ამ თეატრს, მინიატურების სახელმწიფო ქართულ თეატრს. ეხლა კი ნება მიბოძეთ, დაგემშვიდობოთ, მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის და ბოლოს, ჩვენი გადაცემის ბოლოს, წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი სცენა სპექტაკლიდან ლუარსაბ თათქარიძე. ხაიწერ ზვარს თუ რა ხდება? პატარძალი სად არის? რამბავია ჩვენ თავსა? დავით ძმაო, ეგ რა მიხარ? აგი პატარძალი მზე თუ ნახავია? მოგვატყუეს ლუარსა. მოგვატყუეს, ძმაო, ეგ ის არ არის. ჯვარი არ დაიწერო, მაგრა დადეკ. მაგრა დადეკ ლუარსა. მაგრა დავდგე. არ შეგასწინო ლუარსა. აბა თუ ბიჭები არიან ძალით შეგთან ეკალი. ნიაზო დავით. რა ხდება მან? აი სიძე ბატონი საყდარში რატომ არ შედის? ხალი არ მოსწონს. არ მოსწონს. არ მოსწონს არა. ქალს მიწუნებს არა? აქამდე სად იყავით რა? თქვენისთანები მთხოვდნენ რომ არ გავატანე გაგონილა გასვით. როგორ რაღაც ოცამ თელმა ქვეყანამ შეიტყო. ეხლა ხარ თუ არზე და არა თავს არ დაგაჭირდეთ ჯვარი უნდა დაიწეროს და მორჩა გაგონილა კაცო სიძემ ქალს ხელი მოკიდოს საყდარში მოიყვანოს და მეგრე ჯვარი არ დაიწეროს კაც გაგონილა გეკითხებიან გაგონილა ო გაგონილა გარკვევი და ხმა მაი რა ორას თქვი ის კი გაგონილა რომ პეტრძალი ჩათვალ გაგონილა ხალხო და ჯამათნო სხვა რომ ვეღარაფერი მაიფიქრეს ახლა ცილს ამწამებენ თითქოს ჩემი ქალი ჩემი არ არის ზოგადად მაშინია ჩემი ძმა ჯვარს არ იწერს თუ ძალაზე დაგებით არ ჩვენა ვართ ლაჩმები მაშინ მე თავადის შვილი არ ყოფილა თუ თქვენა ოჯახი შეგარწმენინოთ ჯვარი უნდა დაიწეროს და მორჩა ჯვარი უნდა დაიწეროს გესით კიდენა გესით შეგიძლია გასულ აი რას მემართლები გესულ რა ვქნა ხო ხედავ ეს საქმე არ გამოდის რა კი მითხარ გამოვიყვანო ხმას არ ამოვიღებო პირი კვაბიძირი ხომ არა ძმარი რა ვქნა ძმარი არა მაშინ ძმარი იყო 30 თუმანი რომ გამამართვი 30 თუმნა ძმა გავყიდო ის ხომ არ არის ბიძაშვილი კაკიო აჰა შენ კიდე 40 თუმანი და ქორწის ნუ ჩამიშლი დავით ეგრე გეთქო თავიდან ლუარსა ძმაო ლუარსა ცუდი საქმე დაგვემართა მაგრამ როგორმე უნდა გამოვასწოროთ მაგრა დავდგეთ სირცხვილია ქვეყანა მასხარად აგივიდეს მასხარად აგვივიდე მე მაშინ რა იქნება ეგ მაიმუნი რომ წოლად წავიყვან შენ ფიქრი ნუ მაგრა დავდგეთ მაგრა დადგომას კი არ გეუბნები აბა კარგად დაფიქრდი ხო კაც ქალი დავუნიშნეთ ამოდენა ხარჯი ვაქნევინეთ ჩვენ კი დავკრათ ფეხი და წავიდეთ ხუმრობა შენ კი დაგიჩმებია მაგრა დავდგებიო დავდგები მაშინ დავდგები მე და ჩემ ღმერთმა ეგრე გავიბოტები როგორ ჩვენი შვინდა მოзвე მერე ამოდენა ხარჯი ხომ უნდა უზღათ ერთ უნდა უზღათ არ უზღავ და სამართლის ძალით წაიღებენ რაც შემგან წილი გერგება რაღაც წილი ნახევარი თქო რა ჟე კაი კაცო ო ნახევარი იყოს აი მე ნახევარს თუ გაკიდიან და იქნება არც კი იყოს შენსასა რათა ჩვენსასა შენსასა ჩემსასა ავისასა შენსასა ჩემსასა შენსასა რათა იმისასა ხა შენსასა ჩემსასა და შენსასა აი თუ გინდა რომ არ გაგიყიდონ ჯვარი უნდა დაიწერო ეხლა შენა თქვი მაგრად დადეგიო და იმიტომაც ეგრე მაგრად თავდეგევარ
თორე კაცმა რო თქვას არც ეგერთი ურიგო მაიმუნია რომ ვაკვირდები თანდათან მამწონს ქალია კაცო ამოდენა ხალხში დაიმორცხებს შეკრთება მაშ ქალი ეგა დაიმორცხებს შაკრთება ქალი ეგა ქალი ქალია მარა შაკრთება დაიმორცხებს მაშ ქალი ეგა ქალია კამაშო შაკრთება მაშ ქალი უკვე შაკრთა შაკრთა ზითვის პულს ხომ იძლევიან? იძლევიან 200 თუმანსა. 200 თუმანსა. სულ ბაჯაღლოსა. ბაჯაღლოსა. ისე პარკითა. პარკითა. რატომ ახლა ვერ იძლევიან? ლუარსა. ეკლესიაში ფულის აღება ვის გაუგია? ნუ ხარ სულ წასული. ეკი აღარ მამა გონდა. მეც არა ვთქვი პარკი არა აქვს, იმით ვინ არ იძლევიან. მაშ ბაჯაღლოსა? ბაჯაღლოსა. 200 თუმანსა. 200 თუმანსა. რა ლამაზი ქალია, გეც? ხო, კარგია. ეგა მერე უფრო შაიმსება რა, შაიმ. მაშაკა ქალობაში რო შევა შაიმსება, მაშა? მაშ მეც ავდგები და ჯვარ დავიწყე. აგასენა ღმერთმა. მოსე მამი, შენ ქალზე და ჯვარ ვიწერ. ხალხო! მოსე მამიო, ლუარსაბ შვილო, შენ გიგენაცოლოს მოსე მამი, აქეთა მოდეკით ხალხო და ჯამაათნო. ლუარსაბი და დარეჯანი ჯვარს იწერენ თქვენ. აბა, სიძე. ლუარსა, მოდი ბიჭო, წაიყვა შენი მტრედი, მოდიო. მიდი. ლუარსა. მოდი ბიჭო. დაიცე. ლუარსა. ლუარსა, მოდი შვილო, მოდი. ლუარსა, მოდი კაცო. თვითონ მოვიდეს. ცოტა შენ და ცოტა ეს. მიდი არა დაიწე. მიდი. მიდი.